მოგესალმებით კიდევ ერთხელ მინდა რამდენიმე თემაზე გავამახვილო თქვენი ყურადღება და შემდეგ რა თქმა უნდა მზად ვარ თქვენს კითხვებსაც უპასუხო. პირველ რიგში მე მინდა დავიწყო ჩემთვის და მე ვფიქრობ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან აქტუალური თემით, ეს არის გაზპრომის თემა, რომელიც ჩემი აზრით დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას. ჩვენ იცით თქვენ რომ ამასთან დაკავშირებით ჩავატარეთ ბრიფინგი, სადაც ძალიან სახიფათო უწოდეთ გაზპრომთან საქართველოს კონტაქტების აღდგენას, გაზმომარაგების თითქოს მოცულობების გაზდის თვალსაზრისით. მე საგანგებოდ ამოვწიე წლების მანძილზე ახალი მემარჯვენეების დამოკიდებულება ამ თემისადმი, ჩვენი ძველი პრესკონფერენციები დაწყებული 2005 წლიდან, როდესაც ამ თემამ და ზოგადად ჩვენი გასცადენის თემამ აქტუალობა შეიძინა. თქვენ გახსოვთ, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც დღეს თითქოს გვევლინება ფლაგმანად იმისა, რომ არ უნდა გაიყიდოს სტრატეგიული ობიექტები, არ უნდა შემოიყვანოთ გაზპრომი საქართველოში, თქვენ კარგად გახსოვთ 2005 წელს აპირებდა მაგისტრალური გასცადენის გაყიდვას. და მაშინ თითქოს ბატონ ბენდუქიძეს და ნაციონალური მოძრაობის წევრებს არ ქონდათ არანაირი შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა სტრატეგიული ობიექტების რუსეთზე მიყიდვა ყოფილიყო საქართველოს უსაფრთხოებისთვის რაღაცა თვალსაზრისით საშიში. იქიდან მოყოლებული ჩვენ ახალი მემარჯვენეები არ ვიცვლით პოზიციას და დღესაც ვთვლით, რომ რუსეთზე ენერგო დამოკიდებულება, რუსეთთან ასეთი ტიპის გარიგებებზე წასვლა, თუნდაც დამატებითი მოცულობების და თუნდაც კომერციული გაზის გაზდის თვალსაზრისით არის ძალიან სახიფათო საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ამაზე მიანიშნებს ამ მოლაპარაკებების პოლიტიკურ დატვირთვაზე ის, რომ მილერი, რომელიც გაზპრომს ხელმძღვანელობს და არის დაახლოებით სახელმწიფოშია გაზპრომი და ის არასოდეს არ ხვდება ქვეყნების ვიცე-პრემიერებს და სხვა უფრო დაბალი დონის წარმომადგენლებს, ის ხვდება მხოლოდ პრემიერებს, პრეზიდენტებს და ითვლება ძალიან მაღალი დონის პიროვნებად, ფიგურად, პოლიტიკურ ფიგურად და ყოველმხრივ ის არის აი ასეთი ძალიან მაღალი დონის ფიგურა. აი ეს შეხვედრები, რომ პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს, ეს ნათლად ჩანს იქიდან, რომ ის იცლის ხვდება კახი კალაძეს და რუსეთისთვის ცხადია ერთმნიშვნელოვნად აი ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური დატვირთვა, მისი ყოფნის გაძლიერება საქართველოში, მისი საქართველოს დამოკიდებულების გაძლიერება რუსეთზე და შესაბამისად საქართველოს ჩაგდება ხელში სწორედ ეკონომიკური ბერკეტებით, ენერგეტიკული ბერკეტებით და შემდეგ უკვე პოლიტიკური ბერკეტებითაც სამწუხაროდ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ფიქრობს თავისი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, ვალდებულია გაამახვილოს ამაზე ყურადღება. ნებისმიერი ექსპერტი ასევე, რომელიც კარგად აფასებს და კარგად იცის დღეს აი ამ სფეროში შექმნილი რეალობა, მე ვფიქრობ, უნდა ამოვიდეს ქვეყნის ინტერესებიდან, ქვეყნის სამომავლო ინტერესებიდან და არა, თქვათ, რაღაცა ეკონომიკური მოსაზრებებიდან. ჩვენ დავინახეთ, რომ იყო საწინააღმდეგო განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან. ერთი განცხადება გააკეთა ღარიბაშვილმა, მეორე განცხადებას აკეთებდა კახი კალაძე. როგორც ჩანს, ღარიბაშვილი არ იყო საქმის კურსში, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს კახი კალაძე. შემდეგ თითქოს ყველაფერი დაალაგდა და აი ასე შემოგვაპარეს საბოლოოდ მაინც ის გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, მე ძალიან სახიფათოდ მიმაჩნია მთელი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის. ამასთან დაკავშირებით მე არ შემეძლო დღეს არ გამეკეთებინა კომენტარი. მეორე თემა ისევ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს. თქვენ ალბათ მიაქციეთ ყურადღება დიდი ხნის მანძილზე გამქრალმა ბიძინა ივანიშვილმა, ასე ვთქვათ, ტელეეთერებიდან გამქრალმა ბიძინა ივანიშვილმა, რატომღაც ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში გააკეთა ძალიან სერიოზული განცხადებები, ძალიან აქტიურად გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში, თუმცა მე ვთვლი, რომ ის არც არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან და მისმა აი ამ ინტერვიუებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილი არათუ საქმის კურსშია დეტალებში ყველა მოვლენის, არამედ ის მართავს პროცესებს, ის არის კულუარულად არაფორმალური მმართველი და ის არასოდეს არ წასულა ქართული პოლიტიკიდან. თუმცა ამან გააჩინა ეჭვი ისიც, რომ ის ფორმალურადაც შესაძლოა დაბრუნდეს ამ სიტუაციაში, როდესაც კარგად ხედავს ქართული ოცნების რეიტინგის ვარდნას. ერთი მხრივ ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უკმაყოფილოა NDI-ის რეიტინგებით, აცხადებს, რომ ისინი არ ენდობიან ამ რეიტინგებს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ თვითონ აქვთ ჩატარებული კვლევები და ძალიან კარგად იციან, რომ NDI-ის კვლევები ძალიან მიახლოებულია რეალობასთან. ჩვენც გვაქვს ხელმისაწვდომობა რაღაც ასეთი ტიპის კვლევებთან, ჩვენ გვაქვს ძალიან ფართო კონტაქტები საზოგადოებასთან და მე მინდა გითხრათ სრული პასუხისგებლობით, რომ დღეს საზოგადოებაში არის
ნიჰილისტური განწყობა ზოგადად პოლიტიკის და პოლიტიკოსების მიმართ, დღეს საზოგადოებაში არის განწყობა, რომ ქართულმა ოცნებამ არ გაამართლა მათი მოლოდინები და ისინი არ აპირებენ ქართულ ოცნებას ხმა მისცენ და დღეს ქართულ საზოგადოებაში არის განწყობა, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს უფლება დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ქართულ საზოგადოებას არ უნდა ნაციონალური მოძრაობა იხილოს კვლავ ხელისუფლების სათავეში. და მესამე, ყველაზე სამწუხარო ჩემი აზრით, ის რომ ქართულ საზოგადოებას აღარ აქვს ნდობა არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიმართ და ეს 69% მერწმუნით არის რეალობა და ის პოლიტიკოსები, რომლებიც თითქოს აცხადებენ, რომ არ ენდობიან ამ კვლევების შედეგებს, ძალიან დიდ შეცდომას ჩადიან, როდესაც არ უღრმავდებიან ამ კვლევებს, არ გამოაქვთ დასკვნები და შესაბამისად თავიანთ სამომავლო სტრატეგიას არ აგებენ სწორედ კვლევებიდან გამომდინარე. ამ შეცდომას იყო პერიოდი, რომ ჩვენც უშვებდით, უშვებდნენ სხვა პოლიტიკური ძალებიც და შემდეგ ყველაფერი ხდებოდა ისე, როგორც NDI-ის კვლევებში იყო. თუმცა შეიძლება თქვენ დღეს აქ დამისვათ კითხვა, რომ 2012 წელს რატო მოხდა? ძალიან ბევრი გარემოება იყო მაშინ იმის ხელშემწყობი, რომ შეცვლილი იყო სასწრაფო სიტუაცია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის ფაქტორი, რომლის დროსაც ხალხი თავს არიდებდა გულახდილ პასუხებს და მეორე, რა თქმა უნდა, ციხის კადრებმა ძალიან რადიკალურად შეცვალა ვითარება. აი, ამიტომ არ გამართლა მაშინ ეს კვლევები. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩემი აზრით 4 წლის განმავლობაში დავიწყებას მისცა ახალი მემარჯვენეები. მან თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ ახალი მემარჯვენეები ახსენა ერთხელ, ახსენა თავის წერილში 2011 წელს, როდესაც გამოვიდა ასპარეზზე და განაცხადა, რომ ახალი მემარჯვენეები არის მიყიდული, მის სიტყვებს ვამბობ, ნაციონალურ მოძრაობას და რომ ის არ აპირებს მიყიდულ პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობას. შემდეგ მის კოალიციაში ძალიან ბევრი ასეთი მიყიდული აღმოჩნდა რატომღაც და როგორც ჩანს კოალიციის წევრების შერჩევა, პოლიტიკოსების შერჩევა არ არის ბიძინა ივანიშვილის ძლიერი მხარე, აშკარად გამოჩნდა ეს ყველაფერი, მაგრამ კითხვას ბადებს, რატომ მაინც და მაინც ეხლა გაახსენდა მას ახალი მემარჯვენეები. მე ვფიქრობ სწორედ იმიტომ, რომ ის ძალიან კარგად აფასებს განსხვავებით სხვა თავისი კოლეგებისაგან NDI-ის კვლევებს, იმ კვლევებს, რომელსაც ის დარწმუნებული ვარ ატარებს და უდებენ მაგიდაზე და მან ძალიან კარგად დაინახა, რომ საზოგადოებაში შეიძლება გაჩნდეს კვლავ მოთხოვნა აი იმ შუა გაკრეფილების მიმართ, ახალი პოლიტიკური ძალების მიმართ და ყველა კვლევა აჩვენებს ამას, რომ საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ გამოჩნდება ვიღაცა. მე არ ვამბობ, რომ მას მოლოდინი აქვს, რომ გამოჩნდება ახალი მემარჯვენეები. ახალ მემარჯვენეებს საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვს ამისთვის, მაგრამ საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ ვიღაცა იტვირთებს თავის თავზე იმ ფუნქციას, რასაც ქვია საზოგადოების დამრავლების ფუნქცია და ისინი მზად არიან, რომ აი ამ ახალ ძალას შეხვდნენ ძალიან პოზიტიურად, ძალიან დიდი პოტენციალი დაინახონ მასში და ბიძინა ივანიშვილმა ეს ძალიან კარგად დაინახა და მან გადაწყვიტა, რომ კვლავ აქციოს თავისი ცილისწამების სამიზნედ ახალი მემარჯვენეები, მათი ლიდერები და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან არასწორი საქციელი, როდესაც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ასეთი მეთოდებით ებრძვი. და მეორე იცით, ალბათ 2012 წელს, 2011 წელს, უფრო სწორად, როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა, მას რომ გააკეთებინა განცხადება, რომ მდინარე აღმა მიდისო, ალბათ დაუჯერებდა საზოგადოება, იმდენად დიდი იყო ნდობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ეხლა მას მე ვფიქრობ, რომ სუტყვილა გონია, რომ ჭარბინდობით არის აღჭურვილი საზოგადოებაში. და მას, რა თქმა უნდა, მაშინ საზოგადოება უფრო მეტად დაუჯერებდა და ირწმუნა კიდევაც სამწუხაროდ საზოგადოებამ. დღეს მე არ ამგონია, რომ ეს ვითარება იყოს. დღეს ბიძინა ივანიშვილს თვითონ აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები და ძალიან სერიოზულ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი ქართული საზოგადოების მიმართ. რატომ არ მოხდა ქართული ოცნების დანაპირების შესრულება? რატომ არ გაუმჯობესდა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ეკონომიკური მდგომარეობა? რატო აღმოჩნდა ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ისევ უმუშევარი? რატო აღმოჩნდა მათი ოჯახები ისევ შემოსავლის გარეშე? რატო დარჩნენ პენსიონერები ისევ საარსებო მინიმუმის ქვემოთ? თქვენ იცით, რომ 271 ლარი დაადგინა სტატისტიკის დეპარტამენტმა, ისიც რაღაც გაუგებარი მეთოდოლოგიით საარსებო მინიმუმად და პენსიონერებს პენსია აქვთ 171 დაადგინა და 160 ლარი აქვთ, ხო? წარმოუდგენელია დღეს 160 ლარად და თუნდაც 171 ლარად ადამიანმა იცხოვროს და აი ამ კითხვაზეც პასუხია გასაცემი ბიძინა ივანიშვილს და ძალიან ბევრ კითხვაზე თუნდაც დემოკრატიასთან დაკავშირებით ის გვირდებოდა საოცარ დემოკრატიას და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ქვეყანაში არც სასამართლოს დამოუკიდებლობა აუზრუნველყოფილი, მედიასაც მშვენივრად აკონტროლებენ და აქვთ უფრო სწორად მედიის გაკონტროლების სურვილი, როდესაც მათ ეს ყველაფერი არჩევნებისთვის ჭირდება
და აი სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს ცდილობს, რომ კითხვის ნიშნები სხვა პოლიტიკური ძალების მიმართ გადაიტანოს, სხვების მიმართ გადაიტანოს და თვითონ აღმოჩნდეს იმ სიტუაციაში, რომ ამ კითხვას პასუხი არ გასცეს, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ საზოგადოების მოლოდინები ქართულმა ოცნებამ არ გაამართლა. შესაძლოა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი გაგებით მოეკიდოს იმას, რომ ქვეყანაში ძიმე მდგომარეობაა, რომ არ ხედავდეს ძალიან გალაღებულ და ძალიან გაზულუქებულ მართლ პოლიტიკურ ძალას. თუ გასაჭირია ქვეყანაში, გასაჭირი უნდა იყოს ყველასთვის. თუ ვიღაცა შეუძლია რომ უზარმაზარი ხელფასები და ხელფასებზე დანამატები აიღოს და ფუფუნებით იცხოვროს, მაშინ პირველ რიგში ეს უნდა იყოს ჩვენი ახალგაზრდობა, რომელსაც სჭირდება ხარისხიანი განათლების მიღება და ეს უნდა იყოს ჩვენი ხანდაზმული თაობა, რომლებსაც ასევე ძალიან სჭირდება სახელმწიფოს ზრუნველობა და არა სახელმწიფო მოხელეები, ჩინოვნიკები, მინისტრები, მათი მოადგილეები და ასე შემდეგ ნეპოტიზმის შედეგად საჯარო სამსახურში მისული უამრავი ახლობელი და ნათესავი ქართული ოცნების. აი ესაა რეალობა, ის კარგად ხედავს ამ რეალობას და დღეს ცდილობს რომ რაღაც გამოსავალი მოძებნოს ამ რეალობიდან. ეს არის ის თემები, რომელზეც მე მინდოდა თვითონ გამეკეთებინა განცხადებები, ამას დავამატებ კიდევ ერთ თემას ძალიან მოკლედ და ჩემი აზრით ძალიან გულდასაწყვეტს, როდესაც ხედავ რომ პოლიტიკოსი, რომლის მიმართ თითქოს ქონდა რაღაცნაირად ნდობა ტყუის და ტყუის ისე რომ გიყურებს თვალებში, ეს ეხება უმრავლესობის წარმომადგენლებს და სამწუხაროდ არა მხოლოდ ვოლსკის, მაგრამ ამ შემთხვევაში ბატონ გიავრსკის განცხადება შევეხები გუშინდელს, როდესაც მან საარჩევნო სისტემასთან, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული მთელი პასუხისგებლობა ეცადა, რომ აეღო არა თავის თავზე, როგორც უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერზე და თავის გუნდზე, არამედ მან მოინდომა, რომ აი ეს ვექტორი გადაიტანოს სხვა პოლიტიკური მოთამაშის მიმართ, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მიმართ და მან განაცხადა, რომ თურმე საოცრება ჩემთვის პრეზიდენტმა ჩაშალა ეს მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. მე სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, რომ ხელისუფლება, რომელიც მოდიოდა აი ასეთი დაპირებებით, რომ ის იქნებოდა საოცარი დემოკრატი, განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისგან, ძალიან მწარედ მეცინება, როდესაც ამას ვამბობ. არ შემოვიდა დიალოგში არც საპარლამენტო, არც არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, საარჩევნო სისტემასთან, ზოგადად საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, არ შექმნა არც ინტერპარტიული ჯგუფი, არც არანაირი ფორმატი იმისთვის, რომ ეს საკითხები განხილულიყო. ჩვენ შევქმნით ფორმატი, იცით, არასაპარლამენტო პოლიტიკურმა პარტიებმა, შემდეგ მასში საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიც ჩაერთნენ, შევიმუშავეთ ჩვენი წინადადებები, შევთავაზეთ, მაგრამ არც ერთი შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით არ გამართულა და მე ვფიქრობ ასეთ სიტუაციაში უბრალოდ როგორ გითხრათ ძალიან დიდი უსინდისობაა, როდესაც პოლიტიკოსი აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ თურმე მათ კი არ ჩაშალეს ეს დიალოგი, არამედ თურმე სხვა ყოფილა იმაში დამნაშავე, რომ ასეთი დიალოგი არ შედგა. დიალოგის დრო დღესაც არის. თუ კი საკონსტიტუციო ცვლილებებს ასწრებს ხელისუფლება, მაშინ შეიძლება საკონსტიტუციო ცვლილებები მოესწროს იმ მოთხოვნებით და იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც აქვს არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციას და მოდით დავსხდეთ დღესვე. აი კი ბატონო, ხო განაცხადა, რომ სხვა არის დამნაშავე ამაში, ჩავთვალოთ, რომ სხვა არის, მაგრამ დღესვე დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. და აიღოს ბატონმა გიავრსკიმ ვალდებულება თავის თავზე, რომ დაარწმუნოს თავისი ლიდერები, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, რომ ასეთი დიალოგი აუცილებელია. მე ვფიქრობ, რომ ქართულ პოლიტიკაში აი ესეთი სხვაზე გადაბრალების დრო უნდა დამთავრდეს და ქართულ პოლიტიკოსებს უნდა ეყოთ პასუხისგებლობა, პასუხი აგონ იმაზე, რასაც აკეთებენ. ცუდს თუ აკეთებენ ცუდზე და კარგს თუ აკეთებენ კარგზე. მადლობთ, ეხლა მზად ვარ თქვენი კითხვებისთვის. რუსთავიორთან დაკავშირებულ პროცესებს მე ვესწრებოდი ყველა სასამართლოს და აქედანაც მივდივარ სასამართლოზე. მინდა გითხრათ, რომ სასამართლო არის ლაკმუსის ქაღალდი იმისთვის, რომ მიხვდი აშკარად რა დგას და რა იმალება აი ამ პროცესების უკან. საკმაოდ დიდი გამოცდილება დამეგროვდა ნაციონალური მოძრაობის პირობებში იმდენ სასამართლო პროცესს დავესწარი, რომ ამოვიცნო რა დგას ამის უკან, ვის ინტერესებს ატარებს მოსამართლე, დამოუკიდებელია თუ არა მოსამართლე და მინდა გითხრათ, რომ ერთმნიშვნელოვნად არა მარტო რუსთავიორის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, არამედ ზოგადად მედიაში განვითარებული მოვლენები ბოლო პერიოდში, თოქ-შოუების დახურვა, იმ თოქ-შოუების
იმისა, სადაც მათთვის არასასურველი წამყვანები იყვნენ. ეხლა ისეთი ток-შოუების გახსნა, სადაც მათთვის სასურველი ჟურნალისტები იქნებიან, არის ისევ იმ პოლიტიკასთან დაბრუნება, მედიასთან კავშირში არსებულ პოლიტიკაზე ვსაუბრობ, რომელსაც ატარებდა თავის დროზე ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ასევე ჰქონდა სურვილიც, მცდელობაც, პრაქტიკულადაც ახორციელებდა, რომ მედია მისი კონტროლის ქვეშ ყოფილიყო. დღეს სამწუხაროდ ამ გზას დაადგა ქართული ოცნებაც. მიზეზი იქაც და აქაც ერთია, მიზეზი ნაციონალური მოძრაობის პირობებშიც იყო ის, რომ მედია მოხმარებოდა მისი დაქვეითებული რეიტინგის ამაღლებას და დარჩენილიყო ხელისუფლებაში. დღეს ქართული ოცნებაც ხვდება, რომ მედიის გარეშე არაფერი არ გამოუვარო, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ეს ყველაფერი ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნების პროცესს. ძალიან მარტივად რო გითხრათ, ერთი მოსამართლე, რომელიც რატომღაც არ იჩენს კოლეგიალობას და არ უნდა რომ კოლეგიამ განიხილოს სასამართლო პროცესი და ზის მარტო და იხილავს ასეთ მნიშვნელოვან პროცესს, რომელზეც მან იცის, რომ ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. როგორ გითხრათ, აბსოლუტურად არადამაჯერებელი ექსპერტი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან, რომელიც საოცარ განცხადებებს აკეთებს და არის საოცრად არაპროფესიონალის და პირდაპირ იკითხება, რომ მან ვიღაცის დაკვეთა შეასრულა და ძალიან ბევრი ნიუანსი მიანიშნებს და მიუთითებს იმაზე, რომ ამ პროცესების უკან დგას, რა თქმა უნდა, ხელისუფლება. და ყველაზე მთავარი იბადება კითხვა, რატომ ქიბარ ხალვაში? ჩემთვის მე ბატონ ქიბარს ეს პირადადაც მივწერე გუშინ Facebook-ზე, ქიბარ ხალვაშიც ისეთივე არაკეთილსინდისიერი მყიდველია, როგორიც ყარამანიშვილები. და მე არ მესმის ხელისუფლების პოლიტიკა, როდესაც ის აი ამ დავაში ანიჭებს უპირატესობას ერთ არაკეთილსინდისიერ მყიდველს და მეორე არაკეთილსინდისიერი მყიდველი მიაჩნი, რომ საერთოდ რა შუაში არიან ისინი, რატო არ მონაწილეობენ სასამართლო პროცესებში და რატო არ დაობენ. და ძალიან ბევრი კითხვა იბადება იმასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ რატო არ მიუყვებით ბოლომდე რა მოხდა, უпростоრად რატო არ ვიწყებთ თავიდან, რა პროცესები ვითარდებოდა რუსთავიორში და რატომ არ გვინდა ბოლომდე გავარკვიოთ. და ყველაზე მთავარი, ამ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ნაციონალური მოძრაობის პირობებში შეელახა თავისი ქონებრივი უფლებები. ძალიან ბევრ ადამიანს შეტანილი აქვს სასამართლოში, პროკურატურაში განცხადებები იმ ახალ ორგანოშიც, რომელიც თითქოს საგანგებოდ შექმნეს პროკურატურაში ამისთვის და მე რაღაც არ მახსოვს, რომ რომელიმე მათგანისთვის ასეთი სისწრაფით, აი ასეთი რაღაც საოცარი დამკვრელური სტახანოური ტემპებით დაებრუნებინოთ თავიანთი ქონება. რაღაცატომ ეს ყველაფერი ბადებს ეჭვს, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, ბრძოლა მედიის გაკონტროლებისთვის და სწორედ აი ასეთი არადემოკრატიული ნაბიჯებით იქმნება ხოლმე ხელისუფლების იმიჯი. და არავის არ უნდა გაუკვირდეს, რომ ის იმიჯი, რომელიც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას, დღეს ერთ-ერთში გადმოდის უკვე ქართულ ოცნებაზე. ნაციონალურ მოძრაობას არ ჯეროდა ოპოზიციური პარტიების განცხადებების, არ ჯეროდა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების, არ ჯეროდა საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებების. როდესაც ისინი აკეთებდნენ განცხადებებს, რომ ილახება მედიის ინტერესები, ილახება ოპოზიციის ინტერესები, ილახება ვთქვათ ადამიანის უფლებები და ისინი ამბობდნენ, რომ ნუ არა, ეს ყველაფერი ასეა, როგორც ჩვენ ვამბობთ. ზუსტად იგივე დაავადება ბჭყალებში შეეყარა ქართულ ოცნებას, მათ არ ჯერათ არავის გარდა საკუთარი თავისა. მე როგორც ხედავ, ვოლსკი, კვაჭანტირაძე და აი ეს ლიდერები არიან იმდენად საკუთარ თავში დარწმუნებულები, რომ მათთვის აღარ არსებობს არანაირი დემოკრატიული ღირებულება, რომლითაც ზოგადად ყალიბდება აი ეს ხელისუფლების შებოჭვის ძალიან ცნობილი პრინციპი, რომელიც მუშაობს თელ სოფლიოში. მათ ეს აღარ აინტერესებთ, მათ აინტერესებთ მხოლოდ საკუთარი აზრი, საკუთარი ხედვები და ზუსტად ისე ექცევიან ოპოზიციასაც, არასამთავრობო სექტორსაც, მედიასაც, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, როგორც ამას აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა. არსებობს ერთი ასეთი გადაცემა ერთ-ერთში და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთში, ზუსტად ამ ნაწილში. ნუ რა თქმა უნდა, მე ვიქნები ობიექტური და ვიტყვი, რომ საბედნიეროდ, ჯერჯერობით ალბათ ქართული ოცნება ძვლებში არ ამტვრევს ადამიანებს და არ არის ისეთი სასტიკი და ხისტი, როგორც ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ როგორც თავიდან სამწუხაროდ გამომივიდა ძალიან ცუდი წინასწარმეტყველება, რომ დასჭირდებათ და პოლიციაც პოლიტიზებული იქნება, თქო, დასჭირდათ და ჩვენ ხედავთ, რომ დღეს პოლიცია პოლიტიზებულია, დღეს ხედავთ ჩვენ, რომ პოლიციის უფროსები აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, პირდაპირ სიტყვიერ ომში ერთვებიან ოპონენტებთან და არიან მხარე, დღეს ჩვენ ხედავთ, რომ პოლიცია ხსნის იმ პლაკატებს, რომელზეც არის, თქვათ, ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ არაფერს ერჩის ოპოზიციის ლიდერების პლაკატებს და
პოლიცია გახდა პოლიტიზებული. ამიტომ მე არანაირად არა მაქვს განცდა, რომ თუ კი მე ისევ გამოვალ ქუჩაში, ქართული ოცნებაც ნაციონალური მოძრაობის მსგავსად ზუგში ტყვიას არ მომაყოლებს. აი ეს განცდა ნამდვილად აღარ მაქვს სამწუხაროდ 4 წლის თავზე თუ 3 წლის თავზე ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში მე უკვე შევშფოთდი რომ ხომარმელის იგივე მხუთავი გაზი ზურგში ტყვია ამ ხელისუფლების პირობებშიც მე არ მინდა რომ ეს ასე მოხდეს მაგრამ მინდა რომ ეს გაფრთხილებად მიიღოს ქართულმა ოცნებამ რომელიც გადაეშვა დღეს თავის გადარჩენის როგორ გითხრათ პროცესში და საერთოდ არ ადარდებს ქართული სახელმწიფოს იმიჯი და ჩვენი ევროპული და ატლანტიკური პერსპექტივა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან ნეგატიურად აისახება ვიზა ლიბერალიზაციის პროცესზე, ძალიან ნეგატიურად აისახება საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესზე და ძალიან ცუდად აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალზე.